ლევან ხაბეიშვილი და რატომ? აი დავუშვი. ნახოთ, აბა არ მინახავ. თიას თუ შვილი ყავდა, გაეღვიძება ღამე ეს პრობლემა, აი ძალიან სწორი იყო. ვენაცვალე ყველა ადამიანს და ყოჩა მათ გამბედაობას, რომ აი ესე წულუკიანთან მივიდნენ. გომელაური არ უნდა ეძინოს გომელაური. არ უნდა ეძინოს emას, რა ქვია. გაჩერეთ. ეხლა ნამედანი გაბლატავებული არის ეს და ეხლა ვინმე რო არ მინდა ხა ეს იგივეთი არ დაუბრუნოთ შვილი და მეუღლე და ოჯახის წევრი მაგრამ ნუ ეს ხვალ წმინდა წყლის ნაცვლი ნაბიჯობა რა ანუ ჩერგოლეიშვილიც კი ჩერგოლეიშვილი მან თქვა რომ მცირეწლოვანი შვილი ყავს ჩვენ ვიცნობთ ეს ძალიან კარგად და ოჯახსაც ვიცნობთ და გვაქვს სიახლოვე და თიაც არ არის აქ თავარი ჩვენი ტერიც რომ იყოს და მცირეწლოვანი შვილი რო ყავდეს რას ნიშნავს ამორალობის ხარისხი ხო ანუ იავნანით ანუ სიმღერით გავაღვიძეთ ბავშვი რომელზეც გვიწევს სამწუხაროდ რო ვლაპარაკობთ იმიტომ რომ ეგეთი ოპოზიცია ყავს აღნიშნე ეგ და დროებით მაგრამ წლის ბოლომდე მოგვიწევს ისევ რომ პოლიტიკურ სპექტრზე ამათ უყუროთ და ავიტანოთ მაგრამ ყოველთვის რაღაც ქმედებას თავის უკუქმედება აქვს და გაბლატავებულ ხაბეიშვილს სადღაც რომ მოუწევს მე საკუთარ ქცევაზე და სიტყვაზე რომელზეც არასოდეს პასუხისმგებელი არ ყოფილა და ამ ქვისხანის პერიოდის არსებას ვერც ექნება ალბათ გაცნობიერებული მიზეზშედეგობრიობის კავშირი ერთმანეთთან სადღაც რომ მოუწევს მე როგორც ჩვევია ხოლმე ატირდება ისე და დაარქმევს რომ რაღაც რეპრესიებში მოყვან ასე ხო ანუ